ბოლო რამდენიმე კვირა ევროპის სახელმწიფოებში ინტენსიურად იჭრებიან უპილოტო საფრენი აპარატები. ანალიტიკოსები კი ამის უკან რუსულ კვალს ხედავენ. ასევე სამხედრო ანალიტიკოსები აქტიურად განიხილავენ თუ რამდენად ეფექტიანად ემზადება ევროპა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ამ თემაზე იმუშავა გიორგი თუხარელმა, რომელიც უფრო ცლად მოგვიყვება იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევის კუთხით. გიორგი, გისმენთ. მოკლედ თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ ნატო რუსეთს ესაზღვრება სამ რეგიონში. ეს არის შორეულ აღმოსავლეთში, სადაც რუსეთი საზღვაო სივრცით არის დაკავშირებული, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არის შავი ზღვის რეგიონი, რომელ ქვეყანაშიც ნატოს სამ წევრ ქვეყანას აქვს გასასვლელი და არის სახმელეთო საზღვარი. სახმელეთო საზღვარს რაც შეეხება, რუსეთი ნატოს უკავშირდება ფინეთით, ნორვეგიით, ესტონეთით, ლატვიით და პოლონეთსა და ლიეტუვას რაც შეეხება, ეს არის კალინინგრადის ოლქით დაკავშირება ამ რეგიონებთან. ძალიან საინტერესოა სწორედ ამ რეგიონებში სამხედრო ძალთა გადანაწილება, თუმცა ეს საზღვარი დაახლოებით 2500 კილომეტრს წარმოადგენს. როგორც ანალიტიკური გამოცემები წერენ, ყველაზე დიდი რეზერვი აქვს ფინეთს ამ რეგიონში, ხოლო ყველაზე დიდი ცოცხალი ძალა, ასე ვთქვი, აქტიური სამხედრო მოსამსახურეები მყავს პოლონეთს. პოლონეთი გამორჩეულია იმით, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში მთლიანში და პროდუქცია გათვლით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო დანახარჯებით გამოირჩევა ვარშავა ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ამ სამივე ქვეყანას ჯამში აქვს დაახლოებით 34,000 სამხედრო მოსამსახურე. და რატომ არის საინტერესო სახმელეთო საზღვრით დაკავშირებული ქვეყნები რუსეთთან? იმიტომ რომ ისე მოიშველიებს სხვადასხვა კვლევით ანალიტიკურ გამოცემებს, რომლებიც წერენ, რომ კონცეფციურად რუსეთი უპირატესობას ანიჭებს სახმელეთო ოპერაციებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შავ ზღვაში რუსეთს სერიოზული პრობლემები შეუქმნა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და რის გამოც გარკვეული გადაჯგუფება მოუწია მცურავი საშუალებების შავ ზღვაში, შავი ზღვის გავლით ნაკლებად სავარაუდოა სამხედრო ოპერაცია აწარმოოს კრემლმა, ასევე ანალოგიური თუ არა მეტი მიზეზია, რომ სამხედრო ოპერაციები არ დაგეგმოს შორეულ აღმოსავლეთში ამერიკის საწინააღმდეგოდ. რჩება ყველაზე მოწყვლადი რეგიონი, ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნები და სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე არის აქცენტი გაკეთებული ბოლო პერიოდში ნატოს სხვადასხვა სწავლებების კუთხით. აი მაგალითად ერთ-ერთი სწავლება იყო, რომელიც გულისხმობდა ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებში სწრაფ გადაგზავნას სამხედრო მოსამსახურეების. საფრანგეთი იყო აქტიურად ჩართული ამ სწავლებაში, თუმცა სხვა ნატოს წევრი ქვეყნებიც მონაწილეობდნენ და ასევე სწორედ ამ საფრთხეებიდან გამომდინარე იზრდება, როგორც ვიცით, ასე ვთქვათ, თავდაცვის ინდუსტრია, ევროპის თავდაცვის ინდუსტრია და გამორჩეული გერმანული სამხედრო კომპანია Rheinmetall თავის ძირითად ასე ვთქვათ ახალ საწარმოებს სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნებში აშენებს და იქ აწყობს, რომ აი უფრო ძლიერად ხდება ამ რეგიონის გამაგრება. უბრალოდ როგორც საუბრობენ, ამ მომენტისთვის ევროპისა და ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების სამხედრო ინდუსტრია ჩამორჩება მაინც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიას, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტურად დაფინანსების თვალსაზრისით რუსეთს ბევრად აღემატებიან ეს ქვეყნები, უბრალოდ დროის ფაქტორია, რა დროში შეძლებს დაწევას და გასწრებას ევროპის ქვეყნების სამხედრო ინდუსტრიის თვალსაზრისით და სამხედრო მრეწველობის განვითარების თვალსაზრისით. დრონების ინციდენტი ვახსენეთ, გიორგი, და როგორც უკვე ვთქვი, ბოლო რამდენიმე კვირა ვაკვირდებით, რომ ევროპის სახელმწიფოების აერო სივრცეში იჭრებიან უპილოტო საფრენი აპარატები და ამის უკან ექსპერტები ხედავენ რუსულ კვალს. ხო, საინტერესო ანალიტიკოსები როგორ აფასებენ ამ ინციდენტებს? ესე იგი, რაც შეეხება დრონების ინციდენტს, რუსების მხრიდან ეს ქმედება შეფასებულია ერთგვარად ჰიბრიდულ ომად, ჰიბრიდულ ომს აწარმოებს რუსეთი, ფაქტია უკვე ევროპის წინააღმდეგ. დრონები გამოჩნდნენ როგორც წინა გრაფიკულ გამოსახულებაში გავაჩვენეთ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, აქ არის კვლავ ბალტიისპირეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სკანდინავიის ქვეყნები, დანია, ნორვეგია, გერმანიაშიც გამოჩნდა
გაურკვეველი წარმოშობის უპილოტო საფრენი აპარატები, თუმცა პოლონეთში, სადაც იყო ყველაზე მასშტაბური დარღვევა საჰაერო სივრცის, 20-მდე დრონი იყო აქ გამოყენებული. ეს იყო 9 სექტემბერს, მაშინ პოლონეთმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს იყო რუსული დრონები. რუმინეთშიც იყო, როგორც მოგეხსენებათ, დრონების ინციდენტი. ეს არის მოკლედ ერთგვარი ჰიბრიდული მოქმედება რუსეთის მხრიდან. სწორედ ამ ჰიბრიდული საფრთხეების და დრონებით გამოწვეული საფრთხეების შეკავების მიზნით ბალტიისპირეთში დაიგეგმა ნატოს სწავლება ბალტიის მცველი. ეს ჩვენმა მაყურებელმაც კარგად იცის, რადგან ევრონიუსი აშუქებდა ამ სწავლებას და ეს სწავლება ერთ-ერთი კომპონენტი ამ სწავლების იყო სწორედ ის, რომ როგორ უნდა აღუდგეს რუსულ ჰიბრიდულ საფრთხეებს ნატოს წევრი ქვეყნები. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი არის ვახსენოთ დრონების კედელი, რომელზეც აქტიურად მიდის საუბარი. ეს არის კონცეფცია, ასე ვთქვათ, მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის კომპონენტი არის ეს დრონების კედელი, რომელიც გულისხმობს კონკრეტულად დრონს საწინააღმდეგო სენსორების აღმომჩენის საშუალებების და განადგურების საშუალებების დამონტაჟებას საზღვარზე. თუმცა აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ მაგალითად ესტონეთში დაფიქსირდა არა მარტო დრონები, არამედ სხვადასხვა ტიპის საფრენი საშუალებებიც და ექსპერტები ასევე საუბრობენ, რომ ამ ინციდენტებმა მოამზადა ნიადაგი იმისთვის, რომ ნატომ სწავლებები დაგეგმა და შესაბამისად უფრო მეტად არის მზად, როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო კუთხით, რომ გაანადგუროს ინციდენტების გამეორების შემთხვევაში ეს დრონები. აქვე იმასაც დავსძენ, რომ შეიარაღების ტემპები, რომელიც იზრდება, ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება სწორედ დრონებისა და რუსული საფრთხეების შეკავების თვალსაზრისით, არის მნიშვნელოვნად მომატებული ბოლო პერიოდში და აქვე საინტერესო არის გავიხსენოთ ამერიკის ომის დეპარტამენტში ასე ვთქვათ გაჟღერებული მესიჯი, რომ გზავნილი, რომ თუ გნებავს დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება, უნდა მოვემზადოთ ომისთვის. ეს ჯეიდი ვენსის სიტყვებია და ევროპა ემზადება, ამას თვითონ ევროპის მაღალჩინოსნებიც საუბრობენ, არის არაერთი სწავლება, არის არაერთი განცხადება, ამას კვლავ ემატება უკრაინის გაზრდილი სამხედრო მხარდაჭერა. მოკლედ ამ საკითხებზე თუ როგორ ემზადება ევროპა, რამდენად ხარისხი, რამდენად ასე ვთქვათ რეალურად ძალუძს ევროპის ქვეყნებს წინააღმდეგეს რუსულ აგრესიას, ვესაუბრეთ ფინელ სამხედრო ექსპერტს და შეგვიძლია ვნახოთ ეს ინტერვიუ. ევრონიუს ჯორჯიას კითხვებს უპასუხებს ფინური ანალიტიკური ორგანიზაცია Blackbeard Group-ის სამხედრო ექსპერტი ემილ კასტეჰელმი. Hello sir, thank you for your participation in our TV show. მოგესალმებით. დიდ მადლობას გიხდით, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ჩემი პირველი შეკითხვა შეკავებისა და საფრთხის კონტროლის საკითხებს ეხება. როგორ შეაფასებთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებმა გადადგეს იმ მიზნით, რომ რუსული საფრთხე შეემცირებინათ? მაგალითად, რამდენად ეფექტიანი ძალაა ნატოს მრავალეროვნული საბრძოლო დანაყოფები აღმოსავლეთ ფლანგზე? ასევე რამდენად ეფექტიანია მიღებული უსაფრთხოების ზომები რუსული აგრესიის წინააღმდეგ? Well, currently the NATO countries seem to be discussing the options. ამჟამად ნატოს ქვეყნები როგორც ჩანს განიხილავენ სხვადასხვა საპასუხო ზომას, მაგალითად საჰაერო სივრცის დარღვევის წინააღმდეგ. არსებულ უსაფრთხოების გარემოში ამ საკითხის მოგვარების საუკეთესო გზა სავარაუდოდ თითოეული ინციდენტის ინდივიდუალურად შესწავლაა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ასეთი შემთხვევისას საჭიროა კოორდინირებული მოქმედება, რომელიც განხორციელდება საფრთხის დონისა და იმის მიხედვით, თუ როგორ არღვევენ რუსები საჰაერო სივრცეს. ამ კონტექსტში რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდება ალბათ ყველაზე მკაცრი კონტრზომაა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებმა შემაკავებელი ეფექტის გასაძლიერებლად უნდა გამოიყენონ. თუმცა რა თქმა უნდა ჩამოგდებამდე არსებობს სხვა ზომები, მაგალითად კომუნიკაცია, გაფრთხილება და ასე შემდეგ. მაგრამ თუ რუსები არ დაემორჩილებიან, ან თუ მაგალითად დრონები მიემართებიან დიდი ქალაქების ან სამხედრო ბაზებისკენ, ისინი რა თქმა უნდა რაღაც მომენტში უნდა გაანადგურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსები უბრალოდ გააგრძელებენ ესკალაციასა და წინსვლას. ახსენეთ დრონების ინციდენტები, რომლებიც საკმაოდ მომრავლდა აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებაზე. იქნება ეს ბალტიისპირეთში, პოლონეთსა თუ სხვაგან. როგორ აიხსნება კრემლის მხრიდან ეს ინციდენტები?
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ესაა ერთგვარი გამოცდა ნატოსთვის. არის თუ არა ევროპის პასუხი საკმარისი ამ კონტექსტში? Deterrence. Well, Russia is testing NATO both for the military. რუსეთი ნატოს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური რეაქციის კუთხით ცდის. სამხედრო თვალსაზრისით მათ რა თქმა უნდა სურთ დაინახონ, რამდენად მზად არიან ის ქვეყნები, სადაც ეს ინციდენტები ხდება, ან როგორ და რა ზომებით უპასუხებენ ისინი სხვადასხვა სახის დარღვევასა და საფრთხეს. დრონები შეამჩნიეს ზოგიერთ სკანდინავიურ ქვეყანაში, დანიასა და ნორვეგიაში. იყო უფრო ფართომასშტაბიანი ინციდენტი პოლონეთში, სადაც დაახლოებით 20 დრონი ჩამოვარდა. რა თქმა უნდა, რუმინეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა. ეს იყო სხვადასხვა სახის დარღვევა. პოლონეთის შემთხვევამ დაადასტურა, რომ ნატო უკვე მზად არის დრონების ჩამოსაგდებად. ახლა, როდესაც პირველად დაირღვა საჰაერო სივრცე, ნატო სავარაუდოდ მზად იქნება მომდევნო ინციდენტისა და საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად. ამით რუსეთს აჩვენებენ ნატოს შესაძლებლობებსა და ამ სიტუაციებზე რეაგირების პოლიტიკურ ნებას. თუმცა სამოქმედო გარემოში კვლავ რჩება პოლიტიკური გაურკვევლობა, რადგან სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული შეხედულება აქვს მაგალითად იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის უნდა ჩამოაგდონ საფრენი აპარატი. ვისაუბროთ ფინეთზე, რომელსაც რუსეთთან ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს. თქვენ წარმოადგენთ ფინურ ანალიტიკურ დაწესებულებას. გაგვიზიარეთ ფინეთის მაგალითი რუსული საფრთხის შეკავების თვალსაზრისით. როგორ უნდა მომზადდეს ქვეყანა აგრესიის შესაკავებლად? In case of Finland, there of course Russian airspace violations aren't really. რაც შეეხება ფინეთს, რუსეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები უცხო არ არის ჩვენთვის. ანუ მსგავსი რამ ომამდე და ზოგჯერ მისი მიმდინარეობისასაც ხდებოდა. შესაბამისად, ეს არ არის ახალი ამბავი. ფინეთს როგორც წესი გამანადგურებელი თვითმფრინავები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ყავს იმისთვის, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ შეფასდეს. და რა თქმა უნდა, დრონების გამოჩენის შემთხვევაში საჭირო იქნებოდა მათი რაოდენობის, მათი მოქმედების ადგილის, მიმართულების შეფასება და შემდეგ შესაბამისი საპასუხო ზომების მიღება. ეს ეხება საბრძოლო თვითმფრინავებსაც. ასე რომ რეაგირება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება, სად ხდება, რამდენად მძიმე სიტუაცია, რამდენი საფრენი აპარატია ჩართული და ასე შემდეგ. ფინეთის პასუხი როგორც წესი მშვიდია ხოლმე, რადგან ჩვენ უნდა შევაფასოთ სიტუაცია მოქმედებამდე. თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სწრაფი ზომების მიღებაც. ასე რომ დიახ, როგორც თქვი, ფინეთი იმოქმედებს თითოეული შემთხვევის მიხედვით. ახლა აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ევროპამ დრონების ეგრეთ წოდებული კედელი უნდა შექმნას. შეგიძლიათ განმარტოთ კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იგულისხმება და რა არის დრონების კედელი? A drone wall isn't actually a wall, so it's the drone wall is more of a name for the concept. დრონების კედელი რეალურად კონცეფციის დასახელებაა. სინამდვილეში ის არის რამდენიმე შრიანი კომპლექსური საჰაერო თავდაცვის დამატებითი ნაწილი. ეს არის სამომავლო პროექტი იმ ახალი ტიპის საფრთხეების აღმოსაფხრელად, რომლებიც მაგალითად უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დროს გამოიკვეთა. ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ საფრთხეებს და თავად მივიღოთ გადაწყვეტილებები ამ საფრთხეებზე პასუხის გასაცემად, თუნდაც ყველაზე ცუდი სცენარების, მაგალითად ომის შემთხვევაში. ასე რომ ეს არის უკვე არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაწილი. სახელწოდებაში გამოყენებულმა სიტყვა კედელმა შესაძლოა ყურადღება არასწორი იდეისკენ გადაგვატანინოს. Now I would like to focus on the statements that was made. გავაგრძელოთ საუბარი იმ განცხადებებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტში გაკეთდა რამდენიმე დღის წინ. მათ თქვეს, რომ მშვიდობისა და თავისუფლების დასაცავად აუცილებელია ომისთვის მომზადებაც. როგორ შეაფასებთ ამერიკელი მაღალჩინოსნების ამ განცხადებას? Could you assess this statement? Well, of course, in order to deter Russia, NATO countries, especially in the იმისთვის, რომ რუსეთის სამხედრო ამბიციები შეაკავონ, ნატოს ქვეყნები, განსაკუთრებით ნატოს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგზე, შესაბამისად უნდა მოემზადონ. რა თქმა უნდა, მზადყოფნის, დამატებითი დაფინანსებისა და სხვა ზომების გარეშე საფრთხე, რომელსაც რუსეთი თეორიულად შეუქმნიდა ამ ქვეყნებს, უფრო დიდი იქნებოდა. ეს ზოგადი წესია. თქვენ უნდა იყოთ მზად ყველა სცენარისთვის. ეს არ არის რაღაც ახალი გრანდიოზული იდეა. ეს ფუნდამენტური ჭეშმარიტებაა.
მართალია ნატოს წევრ ყველა ქვეყანას არ ჰქონდა მზადყოფნის შესაფერისი დონე, განსაკუთრებით 2002 წლამდე, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ თითქმის მთელი ევროპა და ნატოს წევრი ძირითადი ევროპული ქვეყნები კარგად აფინანსებენ თავდაცვას და ემზადებიან ყველა სახის სცენარისთვის. რადგან ეს ინციდენტები გახშირდა, რუსეთის მტრული ქმედებები უფრო ნათელი ხდება და მდგომარეობა მძიმდება. რა თქმა უნდა, საჭიროა ახალი ზომების მიღება და კონტრზომების განხორციელება. Countermeasures need to be conducted if needed. And my last question is about the statements that are made regarding to Ukraine in the United და ჩემი ბოლო კითხვა ეხება კვლავ ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ უკრაინას შესაძლოა გადაეცეს სისტემები, მაგალითად ტომაჰავკები. და ასევე საუბრობენ, რომ უკრაინამ ნებართვა მიიღო შორმანძილზე იერიშების მისატანად. და როგორ ფიქრობთ, რამდენად შეცვლის ეს გადაწყვეტილებები მიღების შემთხვევაში უსაფრთხოების სურათს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე? Well, if Ukraine could get the Tomahawk missiles, it would be a really თუ უკრაინა ტომაჰავკის რაკეტებს მიიღებს, ეს მართლაც შესანიშნავი შენაძენი იქნება კიევისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეეძლოთ შორმანძილზე იერიშების მიტანა დრონებით, უკრაინის პრობლემა ის იყო, რომ თითოეული დრონის საბრძოლო ძალა მნიშვნელოვნად მსუბუქი იყო, ვიდრე ეს ტომაჰავკის რაკეტებს. ტომაჰავკის რაკეტის საბრძოლო მუხტი შეადგენს დაახლოებით 400-450 კილოგრამ ასაფეთქებელ ნივთიერებას. მაშინ როცა დრონებს მოდელის მიხედვით როგორც წესი მხოლოდ 10 კილოგრამი ასაფეთქებელი მასა გადააქვთ. ამ რაკეტებით შესაძლებელი იქნება უფრო რთული სამიზნეების განადგურება, ან ნაკლებად დაცულ ობიექტებზე უფრო ეფექტურად დარტყმა. თუმცა ამ შემთხვევაში ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი რაკეტის მიღება შეძლებს უკრაინა. მცირე რაოდენობა, მაგალითად 10, 20, 30, დიდად ვერ შეცვლის სიტუაციას, მაგრამ თუ ისინი ასობით რაკეტას მიიღებენ, შეძლებენ უფრო ფართომასშტაბიანი კამპანიის წარმოებასა და უპირატესობის შენარჩუნებას, თუ მიწოდების შესაძლებლობა გაგრძელდება. დედამიწაზე ყველაზე ძლიერი იარაღიც კი არ არის ეფექტიანი, თუ ის მხოლოდ ერთეული რაოდენობით აქვს ქვეყანას. ეფექტის მიღწევა მხოლოდ მუდმივი მიწოდებითაა შესაძლებელი. ამიტომ შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ იარაღის ტიპზე, არამედ მის რაოდენობაზეც. what the Ukrainians could get.